ფოტო. მიხეილ ყავლაშვილი წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აწეული ხელი. მთელი დღეა საქართველოს ხელისუფლების რეჟიმის წარმომადგენლები ამ ფოტოზე დაყრდნობით რაღაცა ზეიმობენ. ქვეყანაში ის დრო დაგვიდგა, რომ ერთი ფოტოს გარშემო აგებენ მითებს საქართველოს ამერიკის დაპაუზებული სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ქვეყანაში ის დრო დაგვიდგა, რომ ხარობენ ამ ერთი ფოტოთი. იმ ქვეყანაში, სადაც ამერიკის პრეზიდენტები ქვეყნის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოდიოდნენ და საქართველოში ვრცელი ვიზიტებით ჩამოდიოდნენ. ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ციტირებდა. ქართული ოცნების რეჟიმმა ქვეყნის საგარეო დიპლომატიური კურსი იქამდე დაიყვანა, რომ ახლა ერთი ფოტო ამბით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს ყველაფერი რიგზია. და რას ნიშნავს ეს ფოტო? რა ხდება და როგორ ხდება? რამდენიმე ვიდეო უნდა გიჩვენოთ, რომელიც ამ ფოტოს ისტორიას ყველაზე კარგად ასახავს. ვიდეო ნომერი 1 გაუშვათ ეთერში სრულ ეკრანზე, მაყურებელმა კარგად რომ დაინახოს. ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ ის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფება და პარალელურად მიხეილ ყავლაშვილს, რომელიც ზის ტრიბუნასთან. აქვე გეტყვით, რომ პროტოკოლის თანახმად, ვატიკანის პროტოკოლის თანახმად, ქვეყნების წარმომადგენლები ფრანგული ანბანის მიხედვით არიან განთავსებულები. ვისაც როგორ მოუწია ანბანის მიხედვით, იქ განათავსებს. ტრამპი ესალმება ადამიანებს, რომლებსაც იცნობს, მიხეილ ყავლაშვილი უკანა რიგშია, წინ მამაკაცი ეფარება და ტრამპმა მას გვერდით ჩაუარა. აი ასე დასრულდა ეს ისტორია. ვიდეო ნომერი 2. ისევ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ის ესალმება მისთვის ნაცნობ ადამიანებს. ბატონი მიხეილი ცდილობს თავის წამოწევით როგორმე შეხედოს და აფიქსიროს ბატონი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩაივლის. ამის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ უკან გოგონას ტელეფონით, რომელიც უღებს დონალდ ტრამპს, ქალბატონს. ტრამპის ყურადღებას ეს ქალბატონი იქცევს და მას ხელისაწევით ესალმება და ისიც მიესალმა. ეს არის მთელი ეს ისტორია, რომელიც ეხება ამ ფოტოს გადაღების ის ამბავს და ქალბატონი უკანა რიგში, რომელსაც ბატონი ტრამპი მიესალმა. და ამ დროს არის გადაღებული სააგენტო Associated Press-ის მიერ ეს ფოტო, ობიექტივში ჩანს მიხეილ ყავლაშვილი, წარმოგვიდგინეს ქართული დიპლომატიის გამარჯვება. მაგრამ ტრამპმა ხელი ყავლაშვილს ჩამოართვა. ვიდეო ნომერი 3 ვნახოთ. ცერემონიის დროს, დაკრძალვის ცერემონიის დროს, ამერიკის პრეზიდენტს ახლა თქვენ ხედავთ ცენტრალურ ნაწილში, კადრში. ეს უკვე შემდეგ არის გადაღებული. ის ესალმება და ესაუბრება გარშემო მყოფ პირებს, მასთან მიდის მისი გარემოცვის წევრი, რაღაცას ეუბნება. ბატონ ტრამპს უკან დგას მიხეილ ყავლაშვილი და ტრამპმა ხელი ჩამოართვა. და ისიც ისტორიული მომენტი დადგა ქართული ოცნებისთვის, ტრამპმა ყავლაშვილს ხელი ჩამოართვა. და რა? აი ეს არის მთელი ეს ისტორია. აი ამ ისტორიაზე დაყრდნობით ცდილობს ქართული ოცნება ქართული დიპლომატიის გამარჯვებად გამოაცხადოს აი ეს ამბავი. ქვეყანაში, სადაც ამერიკის პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავდნენ და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, თუ არ მეშლება 2009 წელი იყო, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ციტირებდა.